რატომ ხდება, რომ 40 წლის ზემოთ ხშირად ქალები და მამაკაცები იმატებენ წონაში, ასევე მათ უჭირთ წონაში დაკლება. თუ უფრო ახალგაზრდა ასაკში ქალიც და მამაკაციც უფრო ადვილად იკლებდა წონაში, 40 წლის ზემოთ ეს უფრო გართულებულია. აქ რამდენიმე მიზეზია და მე ჩამოვთვლი ყველაზე ძირითადს ქალებში და მამაკაცებში. ქალებში ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი არის ის, რომ ასაკის მატებასთან ერთად საკვერცხების ფუნქცია ითრგუნება, ხოლო საკვერცხე მოგეხსენებათ წარმოადგენს ესტროგენების გამოყოფის ერთ-ერთ ძირითად წყაროს და რადგან გამოიყოფა ცოტა ესტროგენი, ორგანიზმი ცდილობს ერთგვარად დააბალანსოს ეს ესტროგენების ნაკლებობა და აგროვებს ცხიმს სხეულში. ხოლო მამაკაცებში ასაკის მატებასთან ერთად ხდება ტესტოსტერონის რაოდენობის შემცირება. ტესტოსტერონის რაოდენობის შემცირება იწვევს კუნთოვანი მასის შემცირებას. ხოლო კუნთოვანი მასა ეს არის ქსოვილი, სადაც აქტიურად იწვის კალორიები და თუ კუნთი ნაკლებია, მაშინ უფრო ნაკლები კალორია იხარჯება. ამასთანავე ასაკის მატებასთან ერთად როგორც ქალები, ასევე მამაკაცები ნაკლებს მოძრაობენ, ანუ ნაკლებად ფიზიკურად აქტიურები არიან. ესეც ახდენს გავლენას როგორც კალორიების წვაზე, ასევე კუნთების მდგომარეობაზე. ამიტომ ეს პროცესი, რომ შევანელოთ და გავაუმჯობესოთ ჩვენი ცხოვრების ხარისხი, უნდა გადავხედოთ ჩვენს კვებით რაციონს, რამდენს ვჭამთ, დავთვალოთ კალორიები, გავაბალანსოთ კვება, მივიღოთ მეტი ცილები და ბოსტნეული, ცოტა ხილი აუცილებელია, მაგრამ ძალიან ბევრი არა, რადგან ის შეიცავს ბევრ შაქარს. და რთული ნახშირწყლები. რა არის რთული ნახშირწყლები? ეხლა ბევრი დრო რო არ დავკარგოთ, დაგუგლეთ და ნახეთ რა არის რთული ნახშირწყლები. და ასევე ასაკის მატებასთან ერთად პირიქით ჩვენ უნდა მეტი ვიმოძრაოთ, უნდა დავკავდეთ ფიზიკური აქტივობით, განსაკუთრებით სასარგებლოა ესეთი ძალისმიერი ვარჯიშები, ანუ მძიმეების აწევა და ეს იცით ალბათ, ვინც დადიხართ ესეთ ფიტნეს კლუბში. თუმცა ეს სახშირად შეგიძლიათ გააკეთოთ ძალისმიერი ვარჯიშები, რომელიც ზრდის კუნთოვან მასას. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ძილის რეჟიმი, რადგან ძილის დროს გამოიყოფა ისეთი ჰორმონები, რომელიც ხელს უწყობს ნივთიერებათა ნორმალურ ცვლას და კალორიების ადეკვატურ ხარჯვას.